ეგრეთ წოდებული პროტესტის მცირე ანატომიას მინდა გადავალოთ თვალი, რამდენიმე ვიდეოა და ნახოთ ვინ დაძრწის თბილისის ქუჩებში. გავუშვათ პირველ ვიდეო, არც სახელი ვიცი ამ ტიპის, არც გვარი, მაგრამ აი ეს არის რიგითი აკაცუკია, ხო? ეს არის ადამიანი, რომელსაც ხელისუფლებაში აღარ უნდა ქართული სისტემა და თვითონ უნდა მოსვლა, ან ვიღაც იდიოტის მოსვლა უნდა. გავუშვით. ჩემი მწვანე ფორმა არის ხალხის სიმბოლო. ეს არის გამრაზებული და სამართლიანობისთვის მებრძოლი ხალხი. ქართველებო, მოდით, დღეს თუ ვერ მოდიხართ, სხვა დროს მოდით. სამართლიანობაზე უფრო დიდი არ არის თქვენი არც ოჯახი და არც კუჭი. გამოდით, რომ საფრანგეთს ვანახოთ და საქართველოს არ არის ნაკავი. არ გამოხვათ და მიიღებთ ნაკავ-მომავალს. ანუ უნდა გამოვიდნენ, რომ საქართველოს ანახო, რომ არა, აზრის მდინარე. ამ შენ ანუ ონტოლოგიურად არ მოგწონს ესთეტურად თუ რა მიკაიფები და არა, ერთი შენ ხალხი არის. ხალხი უნდა გამოვიდეს, რომ დაინახოს და მიხვდეს, რომ ნაგავია, ხო? ის რა ქვია? ხალხი მართლა ვამბობ, თანამედროვე ქართულ ფოლკლორში გონია რომ ახალი ჩანაწერი უნდა გაჩნდეს. ხალხი ცალკე და ხალხი ცალკე. შეიძლება კიდევ ერთი პერსონაჟი. ხალხი. მაგრამ მე მგონი აკაცუკების გალერეა გასაკეთებელი. კიდევ ერთი პერსონაჟი, ეს უფრო სელებრიტია, მაგრამ იმავე დონეზეა, აი გავუშვავ ახლა. ერთადერთი იმედი და ეს იმედი არის ამერიკა და ჯო უილსონი ჩვენი მეგობარი, რომელმაც დიდი ხნის წინ დაიწყო მეგობარი აქტი ჯერ კიდევ საკმარისი. კიდე ერთხელ რა ვიცი, ცხონებულ ბაბუაჩემს რა უთხარი ეს რომ დენჯეროს შეახვედრა რა. ისა? ცხონებულ ბაბუაჩემს. ბაბუაშენმა შეახვედრა დენჯეროს. მაგის მე არ მეგონი. ეს დივობაზე რო აქვს პრეტენზია თორე ამანამ. ეხლა ასევე ჩვენ მეგონია რომ ძალიან ისეთია რა ქვია იაფარო აი ფაფში ძალიან ავანტურისტი ფაფში ყოველდღე ფაფში პეკებზე კიდე მეგობრებო ჩვენ ყველას გვახსოვს ვინც ისტორიით ვარ დაინტერესებული ჩირაღდნებით შესტვიები ანუ მარში ჩირაღდნებით რომელიც ძალიან პოპულარული იყო ნაცისტურ გერმანიაში მას შემდეგ აი ჩირაღდნებით მარშს ყველა ერიდება ძალიან ასე ვთქვათ სანახაობრივია მაგრამ ყველა სასწრაფო მაშინ ფაშისტ კუკლუსკლანი ესთეტურად ეგ კუკლუსკლანის კრებას უფრო გავდაშენ კი ბატონო მოდი ახლა გავუშვათ ეს ვიდეო ამ იდიოტები არიან არანაირი ისტორიული გამოცდილება არ აქვს და ისიც სულად გაგაცნო რომ ძალიან ცოტა ხალხი იყო ამ ჩირაღდნების მარში სამყაროს რეჟიმის რომელიც ირანში მიმდინარეობს და მოემზადოს საქართველოს დატოვებისთვის რუსული რეჟიმი და დიქტატურა დასრულდება ქართველი ერი აუცილებლად გააგრძელებს წინააღმდეგობას და ხელოვნური აქცია სწორედ მაგის სიმბოლოა ხო ეს არის ჩირაღდნების ცვლილობა ოღონდ კანონს არ ვეღარ ეს აგრეალე ოქრო ესეა მე მგონია რომ ჩვენ ეხა ლოკალური კონტექსტებიდან მე მგონი უნდა გადავიდეთ გლობალურ კონტექსტებზე რაც ხდება. მოდი ცოტა მივაუხილოთ კონფლიქტები, რომელიც ჩვენ გარშემო არის და საქართველოს არის. აი, გეხოცები დავასრულებ ამას. ბიჭო, რა დრამატურგიულად ცოტა არასწორია. ირანის და ისრაელის ომი როცა მიმდინარეობს, ამით გადაცემის გახსნა ცოტა სტრანია. აპერიტივი წავიდა. ნოგუჯანაძე აბრაზნი ტიპი, მადლობთ და კიდე ძალიან საინტერესო ერთი ვიდეო, მეგობრებო, აუცილებლად უნდა ნახოთ. ეს არის ვიდეო, რომელიც აი ჯორჯოლიანის სერიოზული აქტივიზმია და სერიოზული ინტელექტის მაჩვენებელი. გავუშვით. ვიცოდეთ რომ ხვალ არის ირაკლი ოქროაშვილის სასამართლო პროცესი და ამ შემთხვევაში მე სოლიდარული ვარ მის მიმართ და მისი ძალიან გაბედული ნაბიჯის მიმართ ვარ მადლობელი. ხვალ არის მისი პროცესი, არსებობს ეჭვი რომ მას მიუსჯიან წარმოუდგენლად დიდ პატიმრობას, რასაც ის არ ელოდება. 1 წელია პატიმრობა. ანუ მუხლი რომელთაც წარმოუდგენლად ნუ ხა მე და წარწერა იყო ძალიან ეს დებილია და უმალავია. მე მგონი არ უმალავია. ვერაგი ყავს კარგით. აი ეს იყო უბრალოდ რაც საქართველოს ხდება და ამის ფონზე 200 დღის განმავლობაში რაც არ შეცვლილა ეს არის. არა, მე მგონი უფრო დიდი დეგრადაცია მიდის. აი ჩვენ ხო გონია რომ არ შეიძლება ამის მეტი. აი ცაღას ჰალკი, კუკლუსკლანი ხო თუ რაღაც ფაშისტები, ნიდაძელანი ფაშისტები. ეს რომელი ფილმიდან არის ეს სახე? ხო, ვენდეტა, ხო, V from Vendetta. აი აღრეულია ეს ყველაფერი, საშინელებაა. აი როგორ დომხალია, იცით? აი მიდის ოპოზიცია და ეს ეგრეთ წოდებული აქტივიზმი ფსკერისკენ.
ხო, მიმოვიხილოთ, მოდით ახლა აქვე ჯინვარებს ნებისმიერ ლიბერდებილებო, ნებისმიერი ომი, ნებისმიერი არეულობა, ცეცხლი მშვიდობის სასიკეთოდ მუშაობს. ეხლა დავიწყოთ, როგორ შეიძლება, უბრალოდ როგორ შეიძლება უგულშემატკივროთ ისრაელს და იმას, რა ქვია, უკრაინას ერთად. იმიტომ რომ მთელი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, რაც უკრაინისთვის უნდა გადაეცათ, ამერიკელებს მიაქვთ ისრაელში. ნავთობის ფასი კი იზრდება, უკვე 20%, 25%-ია და სპარსეთის ყურეს და ორმუზის ყურეს თუ დაკეტავს ირანი, რაც ძალიან რეალური, ავარდება მაღლა და რუსეთს გაუჩნდება ფული და პროფიციტული იქნება ბიუჯეტი. როგორ ელემენტარულად, როგორ შეიძლება ორივეს გულშემატკივრობოთ? აი, მართლა არ მესმის რა. მე მგონია, რომ ჩვენ იქიდან უნდა დავიწყოთ საუბარი, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია იყო ძალიან განსაკუთრებით აი 20-20-ის მერე, ამ 21 საუკუნეში ალბათ ახალი გადავაგება, როცა დაიწყო სოფლიოსი, როცა აღარ არის ერთპოლუსიანი მმართველობა და არის ბიპოლარული და მრავალპოლარული. ეს ბაიდენი იყო პირველი ეს ზამბარასავით, რომელმაც თქვათ აქეთ-იქით გაუშვა ეს ომები მისმა ადმინისტრაციამ და საქართველოს გამოჩნდა, რაც აუ უცნაური იყო, იმიტომ რომ საქართველოს თქვათ ისტორიული მისია არ დავარქვათ, მაგრამ ისტორიული მდებარეობა იყო, რომ გარკვეულწილად ბუფერად პოზიციონირდებოდა, შესაბამისად სულ ომები ჩვენზე გადადიოდა, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ ახალ გადანაწილებაში, როდესაც დიდი ადგილი არის გასაყოფი და დიდი ვაკუუმი არსებობს, ეს ვაკუუმი უნდა შეივსოს. ამიტომაც ყველა, ვინც კი მეზობელია, ვიღაცა დასუსტებულია იმისგან, რაღაცას წაიღებს ამ თავის ისტორიულ სამართლიანობას თუ რას დავარქმევთ იმას სამს, ხო? აი, ვნახეთ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ახლო აღმოსავლეთში, ისრაელი ჯერ ღაზა სექტორში შევიდა და ეხა ირანში და ეს დაპირისპირება თორე ხა ისრაელსა და ვთქვათ იქით იემენ ლიბანს შორის ყოველთვის არსებობდა ეს პრობლემა, მაგრამ ირანი არის, მოდი ვთქვათ, ერთადერთი ახლო აღმოსავლეთში ერთადერთი არაარაბული სახელმწიფო თურქეთის გარდა სპარსეთი უძველესი ცივილიზაცია და არის ძალიან ძლიერი ესეთი რა ქვია შეიარაღებით და ძალიან ძლიერი ეკონომიკით. ანუ ძალიან ძლიერი მოთამაშეა. გამოცდილი. რა თქმა უნდა, მე სულ ამბობდი მაგას, რომ 78 წლის შემდეგ რევოლუციის შემდეგ 78 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ, ხო, ბოდიში შემეშალოთ არის. ესე იგი ბირთვული ფიზიკა განავითარეს მათ ძალიან და ეხლა ზუსტად ამათ დაარწეს. მოკლეს. ხო. ჩვენ უნდა შევხედოთ, რომ აი ამ ყველაზე პატარა, ესე იგი ჩვენ სადაც ვართ, ჩვენ სამეზობლოში რა და ეხლა მოჩენენ მე მგონი ლიბერალები, რომ ჩვენ თეირანთან უფრო ახლოს ვართ, ვიდრე რა ვიცი ნებისმიერ ხო, რა თქმა უნდა რა. ევროკავშირის ყოველივე ქვეყანასთან ის ცათუნახეთ რა. საქართველოს თავისუფლად დაანიგებს საქაერო ნავიგაცია შედის ძალიან დიდი ბატონო და კაია ამას დამატებული ანუ ამ პერიოდის განმავლობაში სადაც ყველგან ცეცხლია გაჩაღებული და საქართველოს მოახერხა და რა თქმა უნდა როგორ მეცადინეობდნენ იმაზე რომ ჩვენ ომში ჩავრთულიყავთ პირდაპირ მოგვიწოდებდნენ რა მე ისე კი არა ირიბად ან რაღაცა უკრაინელი მაღალჩინოსნები ამბობდნენ რომ იმაში რა ქვია აფხაზეთში გაისერნეთ და ელჩები და ისინი რომ არსებობს გარკვეული ტიპის ჩანაწერები ჩვენ ადმინისტრაციას აქვს ეგ როგორ მოგვიწოდებდნენ დასავლეთიდან რომ ჩავრთულიყავთ პირდაპირ ომში ჩარტერით გაგვეშო ისე აი ეს უნდა დააფასოს რა ქართულობა იმიტომ რომ შვიდობის ფასი არაფერი არ არის შვიდობა ნიშნავს იმას რომ დილით რო ავტობუსი დადის ფანტანი მუშაობს და პური ცხება ხო ამის საპირწონედ არის რომ ვეღარ გძინავს იმიტომ რომ რაკეტა ჩამოვარდება თუ ნახე თელავივში და მათ შორის თელავივში ეგეც უნდა აღინიშნოს რომ მას დღევანდელი დასავლური მედია საშუალებები მთლიანად ისრაელის მხარის არის და შესაბამისად ისინი ზარალს სხვანაირად ააშკარავენ და პირიქით არაჩენენ თორე რკინის კიდევ ვერ ხედავთ მაგის თქმა მინდა რკინის გუმბათი არა არის ვთქვათ სხვა რაღაცების მოსაგერებლად ბალისტიკურ რაკეტებზე ჰიპერგერითი არ გამო და ბალისტიკურ რაკეტებზე ძალიან სხვა ფინანსები არის საჭირო ეს შეუძლებელი საჰაერო თავდაცვის სისტემა არა შესაძლოა უბრალოდ საერთოდ სხვა თანხებზე არის საუბარი რა და ნუ სხვა შორის რაც ოფიციალურად ითქვა ეგეც არის რომ ისრაელს აქვს გაცხადებული პოზიცია ახლო აღმოსავლეთში უნდა უკვე ერთადერთი ბირთვული სახელმწიფო და ნუ კაროჩე ვინც დააპირებს ამის წარმოებას მე თავს დავესხმებიო რა როგორც იყო
მანამდე არსებული პრაქტიკა და თვითონ ირანში აი ჯერ კიდე ბუშერის რეაქტორზე ამერიკელები მუშაობდნენ მათ დააწყებინეს ამის შექმნა ხო და იმის მერე არის რომ ირანი ავითარებს ამ ტექნოლოგიას და ურანით ამდიდრებს როცა ჩვენ მარტივად და რაღაც იდეოლოგიური პრიზმით უყურებ ომს ყოველთვის აგებ არ გამოვა ეს ომი არ დამთავრდება მალე არ ძალიან რთულია ირანისთვის განმარტოვებელი დათვლის მიხედვით ძალიან რთულია სახმელეთო ოპერაციას ისრაელი ვერ შეძლებს იმიტომ რომ არა ისრაელი არა ირანზე სხვა შორის ვერავინ ვერ შეძლებს იმიტომ რომ ჯერ ხომ მთებით არა ჯერ მთებით არის გარშემორტყმული და მე არის უდიდესი უდაბნოები და პროსტა ჯოჯოხეთი არის ისრაელს არ აყავს იმდენი ჯარი ისრაელს არ აყავს ფიზიკურად არ პროპორციულად თავის მოსახლეობასთან იმხელა ტერიტორიებზე გადაისროლოს სახმელეთო შენაერთები იმხელა ტერიტორიებზე არა თუ ისრაელი ძალიან ბევრი სუპერსახელმწიფო ვერ აწარმოებს რა თქმა უნდა ანუ და ის რასაც ლაპარაკობენ მათი მთავარი თქვათ ეს ურანის გამდიდრების ინფრასტრუქტურა და აი ბუშერის რეაქტორი და ის არის მთავარი ფერდო თუ რაღაცა რომელიც არის მიწის ქვეშ და ის არ დაზიანებული ნათანზის და ერთი დაზიანდა მე ნათანზის დაარტყეს და ეს ხო ნუ ჩინეთმა სხვა შორის თავის თვითმფრინავები გაუშვა ლიბანში პაკისტანი საიტანეს თვირთი გამოდის პაკისტანი იცის რომ თუ ისრაელი განახორციელებს ბირთვულ დარტყმას ირანზე ის ასევე ბირთვული არაღით ჩაერევა ირანის სასარგებლოდ მოკლედ მე იმის თქვა მინდა რომ ნებისმიერი ომი ჩვენ საზღვრებთან რომ არის მით უმეტეს ქართველ ხალხს უფრო ანდომებს მშვიდობას უფრო ნერგავს იმ განცდას რომელიც ისედაც აქვს რომ მშვიდობა არის უპირველეს ყოვლისა ეს ვითომ მილიტარისტები რომლებიც ხან ერთ ქვეყანას ემხრობიან აგერ რუსეთ ჯანგიანი ტანკები ყავდა და უკრაინელები მოსკოვს აიღებდნენ ხედავთ რა სიტუაციაა ეს კიდევ ერთხელ ვამბობ ხალხო უკრაინისთვის ეს ომი არის თითქმის დაუღვა იმიტომ რომ ყურადღება მოდუნდება იარაღი წავა ისრაელში ამერიკა ისრაელს დაუჭერს ხარს პირველ რიგში უჭერს და უჭერს ისაც სუსტად იყო შეერაგება და ასე შემდეგ. კაი, გავუშვათ ხო? თაზო დათუნაშვილზე მაგარი გადასვლა ხო? გავუშვათ. ბრძოლაში ვართ და ამ ბრძოლაში 200 დღეა ძალიან უთანასწორო ბრძოლაში ჩვენ ყველანი ერთად ვახერხებთ ხო რომ ვიდგეთ. ყველანი მოწოდების სიმაღლეზე ვართ, ვერ ვართ ყველანი მოწოდების სიმაღლეზე, ხანდახან ვართ, ხანდახან არა. ყველანი მაქსიმუმს ვიყენებთ, მე გულისხმობ პოლიტიკურ სპექტრსაც, ჩვენ საზოგადოების სხვა ყველა აქტიურ ჯგუფს თუ არა აქტიურ ჯგუფს, იმ დუმარე უმრავლესობას, რომელიც სახში ზის და ცოტა მორიდებით უყურებს ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ის ასეთია, ის ასეთი იყო ყოველთვის. უმრავლესობა დუმს ხოლმე ასეთ პროცესებში. ყველანი ჩვენ მოწოდების სიმაღლეზე ვართ, არა, მაგრამ თქვენ თუ თქვით ეს არის უთანასწორო მე უფრო მაინტერესებს რატო ზის ეთერში წინ ორი ფიჭური ტელეფონით. რატო ფოტოები რატო? ერთი უდგეს. ორი უდგეს. ხო. ერთი სახლი რეკავს და მეორე პარტია. ერთის კამერობისთვის აქ. არ მგონია მან. ვირა უნდა დაკეროს. შეიძლება აქციებს ყიდოს. ხო, ნუ კარგი. ლევან სანიკიძე გვინდა? აი ლევან სანიკიძე. გულბოს ჯუნიორი როგორ არის? ძალიან კარგი. ლევან არჩევლების უმრავლესობა რაც არის ოპოზიციური არჩევლების და ზოგადად საზოგადოების დაკვეთა რაც არის კიდევ ერთხელ კარგად გამოჩნდა 100%-დან ოპოზიციური ხმების ნახევარი ამბობს რომ ამაში ფეხი არ შედგათ და დარჩენილი ნახევარი კიდე ამბობს რომ თუ ფეხი შედგა საპარლამენტოსთან ერთად შედგიდა ანუ ის 25% მე ხა მათემატიკაში რო ვივარჯიშოთ ის 25 და 27% ვინ შესვლის მომხრე ამ პირობებში საერთო ამორჩევლის რა ხმებია კარგად დათვალოს გინდა ლელომ და გინდა გააჩერეთ ეს რაზეა ეს საუბარი იაგო კატკატიშვილი ფეიქ ბაჩომ გააკეთა კვლევა და აღმოჩნდა რომ 54% ოპოზიციურად იაგო იყო ბაჩოს ლექტორი და ფეიქ ბაჩო რო გახდა ძალიან გაია სწორია თვითონ არა და სწორიც არის სწორადაც მოიხსენია შენ ამ კვლევაში ამ იდიოტურ კვლევაში დააფიქსირეს რომ 54% ოპოზიციურად განწყობილი ამორჩევლებისა ამბობს რომ მიიღეთ მონაწილეობა იმაში არჩევნებში ეს ცხადია ვის დაკვეთაც არის ვინ მისცა ფული ამაში და ვინ აპრავებს სულ ერთია ხალხო გინდ მიიღეთ გინდა რა ცუცვანგი გაქვთ გაფარჩაკებული იქნებით ყველა ვარიანტი ციხე მაინც არ აქცდებათ არა ესე ხო ნუ ზოგს
ზოგს ხომ ვისაც ეკუთვნის იმას. ვისაც ეკუთვნის კი ბატონო. ზოგს ციხე ზოგს წაგება. დაზოთანაშვილი ციხეზე ასვაბოდეს რა მნიშვნელობა აქვს. ზოგს ციხე ზოგს წაგება. იცი რა, მოდი რა დავამკვიდროთ, ეგენ ციხეს. მაშინ ტერმინოლოგია უნდა იყოს რაღაც. გადაკეტილები არიან. ხო, რა ვთქვათ ხოლმე, რომ გადაკეტვაში მოუწევთ ყოფნა. ხო და ბიჭო, ციხე სხვა რამეა, არ არის. ტერმინი მოიფიქრე და ჩავარდა. კაი, მიმუშავე მაგას. გუბასანიკიძე. ნორვეგიულ ციხეში არის. გამოვეხმაურო და თანადგომა გამოვხატო პოლიტპატიმრების და ნიკა გვარამიას მე მიმართ რა და უცხადებს სულ მხარდაჭერას, თანადგომას, თანაბრძოლობას და ასევე ახალგაზრდებს, რომლებსაც ისინი არიან ბიჭო, აი ჯერ თანაბრძოლობას. არა. აი ესე რატო ზის და რატო გონია რომ განასახიერია. აი ესე და თითქოს საქართველოს ონტოლოგიური ტვირთი ამას აქვს ხრებზე შემოდება. ცოტა ჩვენ ვალი გვაქვს რაღაც. ცოტა მოჩნივალი. მე უცხადებ თანამშრომლებს ხა ნიკა გვარამიას კაცი ხარ. ხოლოდ რომ დაიბარონ ეს კომისიაზე და ვნახოთ რა სწავს. მე ახლა თეადეიდა მე მე თემურბიძეას რო ველაპარაკებოდი იქ მაღლა ღმერთი კი არ დაუფიძე მე ის კონდა ნიჭური კი კონდა აჩარდა მაგან ვიდეო არა სოზარი ბიძეა ან იყო ღმერთი არაბულად ღალაც ნიშნავს ხო რა პრობლემაა არ შეიძლება აი გადაიხდის თუ არა გირაოს არ გადაიხდის მივარად არა მივა კაცო და იქ დაიწყებს სოზარი ბიძეა ახლა თქვენ მე მაღლა სოზარ ამდენ ხანია მისტო არა სოზარი ბიძეა მე თემურბიძეას რო ველაპარაკებოდი მაღლა გონია რომ იმას შევკრიბ რო უთხრან ერთი წამი შალვა გუბაზე რო დაიბარონ შენ აწყობდი ეროვნულ დაუმორჩილებლობას თემურ ალასანიასთან ერთად რაზე ლაპარაკობდი კიდევ რაზე ლაპარაკობდი არა ეროვნულ დაუმორჩილებლობას ალტერნატიულ კონგრესს აწყობდი აბა მოგვიყევი ერთ არა ვიყავდი კაცო თვითონ მე უნდა მე მალაკი ან შეიძლება თქვენ რომ მე არ ვიყავი ეგო ჩემი შვილი იყო შეიძლება ჩემი შვილი იყო მე არ ვიყავი ხმები ლეონი და ჩვენ ვიგავს ხმები მაგრამ ლეონი დაიჭირეთ კაცო ახალგაზრდაა რა პრობლემაა არ გასაცირალა კაცი ეს არ არის გამორიცხული არა იქ რო უთხრა რა ას არ ემორჩილები არა გიაბუგა ის აკე რა შორს მიდიხარ მიშა სააკაშვილი არ გახსოვთ სხდომები რო იყო თავიდან ჩემ ცოლიაო დასაჭერიო და მაშინ ზუსტად გამსახურდი ეზად ყველას რო გადააბრალა დედა ჩემი ცოლია დასაჭერიო როგორ არ მახსოვს კაი გიაბუგაძე და ამან არ უყუროს ბაჭო ვაი დედა ეს ნებრძოლ მოქალაქის გაგებას სამშობლოს და მოქალაქის გაგება თავიდან ბოლომდე. სხვა შორის რამდენიც მაგას მონტესკიას აქვს ფანტასტიკური აზრი. ისე როცა მოქალაქე ვერ ყალიბდება მოქალაქე, ერთ-ერთი რაც მისგან გამოდის, ზარი მონა. პირდაპირდება მოქალაქის საპირწოდე არის მონა და სწორედაც მათ არ აწყობთ მოქალაქე იმ გაგებით რომ მოქალაქე თავისუფალი აზროვნების ადამიანია ლოგიკურად მსჯელობს თავისუფალი აზროვნების კრიტიკული აზროვნების ადამიანი არც ერთი არ არის აკაცუკი რო არის იქ და ეს პირველ რიგში არა სხვა შორის საბჭოთა მონობის მენტალობა მონტესკიეს ყველაზე ლეგიტიმური სპიკერი მონტესკიეზე მე გიაბუღაძის გარდა სხვა არ მახსენდება ახლა მონტესკიეზე და ვალერია გაზაევის ოკეი მონტესკიეზე უკეთ მონტესკიე და გაზაევი მე მაინტერესებს ეს ჟილეტები რო აცვია მართლა ჭირდება ანუ ფუნქციურად იყენებს ხატვარი რო არის არა ილაგებს აი კლუჩებს და პუნჯებს და ცოტა კლუჩიც ცოტა კლუჩებით ხატავს ხო ან არის და რაღაცები რატო არის გასაღებები ატა ბუჭულაძე როგორ შეიძლება გამოგვჩეს ერთ-ერთი ლიდერი ოპოზიციური მოძრაობის გაუარესებულია კიდე საარჩევნო სისტემა. დავიწყოთ აქ. გამორიცხულია რომ რომც მოგცეს რომელი ქალაქის მერი. ერთ თვეში იმერს დაიჭერს ქთამზე, ვითომ ქთამზე და მორჩება. ამით ყველაფერი მორჩება. გამოუშვებს 50 თუ 60 პოლიტპატიმარს, სინდისიბეჭებს, რომ მორჩება ეს არჩევნები 150-ს დაიჭერს. და რა, მე თავიდან უნდა დავიწყოთ ყველაფერი. ერთი წუთი ძალიან დიდი ბოდიში მაყურებლებს ბაჭო რა თქვი გია ხარჩილავა გაზრონებულმა გარდაიცვალა არ იცოდი უი არ ვიცოდი ბიჭო გარდაიცვალა კაცო მაგარი კაცი რო ისმელი და კაი აუ ხო არა ეს მასე არ არის ისედაც იჭერს და ისაც თუ დაჭერა უნდა ვინმეს იჭერენ რა იქეც მე შენ რატო არ გიჭერენ თუ მოდი ჩემი ძმა შენ რატო არ იმენა ჩემი ძმა კაცი გეგელი გეგელი გაუშვით მიდით ეიმურას ჯაცხე
ნათელი გაიმარჯვებს ყოველთვის წყვდიაძე, ხო? ეს ძალიან ცნობილი ამბავი არის. იონე სახარებაგინა თუ განდეგინდა ყველგან არის რომ ნათელი დააძლევს წყვდიაძს და მე ვარ წყვდიაძს დააძლევს მათე დევიძის მსგავსი პატრიოტების ნათელი ის სინათლე რომელსაც საკუთარ თავში ატარებენ საკუთარ პრინციპულობაში ატარებენ და რომელსაც იმაში რო არის შერეკლებში ეს ერთი მათხოვარი ჩემი ის უნდა გახდეს ეს მათხოვარი არის ნათელი და მე ვარ ბნელი ბიჭო ეს ერთი მათხოვარი ეს ერთი უნდა ჩემი მათი გახდეს და მეორე მათხოვარი ეს მათხოვარი არის ნათელი და მე ვარ ბნელი ბიჭო არა რანაირად გაგვტეკ მოწყობილი არა ნახე მე რა მაინტერესებს კაცს აქვს დოქტორის ხარისხი პოლიტიკის ფილოსოფიაში და ასეთი ბანალური და ტრივიალური არაორიგინალური საზრისები ალბათ ბაკალავრის სტუდენტს არ შეფერის. ცოტა რაღაცა ორიგინალური ხო შეიძლება რო თქვას. არა მართლა ვამბობ, ცოტა ისეთი ორიგინალური საზრისი რო აწარმოოს. მამუკას ლელოს მამუკა ხაზარაძის და ბადრია ჯაფარიძის თუქსუს შენეუბნები რომ ორიგინალური საზრისი რატო არა გაქვს ქართულ ოპოზიციას დოქტორის ხარისხი აქვს მაო შენ ანადოლიძესაც აქვს დოქტორის მე რა ანადოლიძეს თავის ხაზში აქვს და ამას პოლიტიკის ანადოლიძე რაში აქვს წავიდა სადღაც ანადოლიძეს იურისპრუდენციაში ექნება ჩემი აზრით არ ვიცი ეგ ხო იყო ოკეანოლოგია და იურისპრუდენცია კრევოს აქვს ოკეანოლოგიაში ამას აქვს მაო მაკიაველი და რესპუბლიკა და რაღაცა ხوار შეამოწმებ კრევო ანონსებდა რომ ამერიკულ ძალიან მაგარ პოდკასტშიო მზია მაღლობა და სალაპარაკოდ მიმიწვიესო შავერთვებიო და ვინ თქვა ეგ კრევო ამერიკულ მაგარ პოდკასტში ამერიკულ ძალიან მაგარ პოდკასტშიო რა ჯო ალბათ რაღაცა ის არის YouTube-ზე გადის 200 მაყურებლიანი. ხო, მაგრამ ჯერ იყო და JD-ს ბიძაშვილმა მე იქ მიიწვიეს პოდკასტში სალაპარაკოდ. ხო არ მეღადა კაცი გაფრინდა უკვე. მე მგონი მაგარი დეზგლი პროდიუსერი გააძრო. იჩო გააჩერეთ რა, ესეთი გაზეთ ხო გაგვისწრებს. აბა პოსტი ჩააგდო და ნახოთ ჩააგდე პოსტი, აბა. მე ჩემიგდე. აი, ეხლა ხვალ ამერიკულ ეხლა დღეს ანუ ეს 20 საათის წინ დადებულია. ხვალ ამერიკულ პოდკასტში ინტერვიუ მაქვს მარიამ ლაშხზე. ლაშხზე ოდეში. და რამე განსაკუთრებული. მარიამ ვაფშე მაგარია, ბიჭო, ანუ ის კი არ მან მარიამ ლაშხი უნდა გალანძღოს. ამერიკულ ძალიან მაგარ პოდკასტში ერთვება. აუ მე ეგ ვიდეო რო დაიდება უნდა გავარჩიო თუ არ დაიდება არანაირად. ვიდეო, რა ვიდეოს? ტყუილი ეგ ვიდეოები. აკუბარდია არ გვინდა. თინა ბოკუჩავა რა. აკურატო არა. ყოველთვის პრინციპული პოზიცია გქონდა, გვაქვს და გვექნება. ყველა ფუნდამენტურ საკითხზე. ჩვენ ყველგან ვიქნებით პრინციპულები შეუვალი და უკომპრომისო, მაგრამ რა წამს ეშმაკთან მიდიხარ კომპრომისზე, რა თქმა უნდა, ის ამ თამაშში შეგირჩევს და მისი თამაშის წესებით რო დაიწყებ თამაშს, ყოველთვის ის მოგიგებს. ყოველთვის ის მოგიგებს. სხვა შორს ეკამიშველაძემ რო ურჩია ამას რო კოტეოდ რომ მოიტაცესო iPhone-ზეო არისო დადგენა. ეგ ამბავი ხო, გაირკვა ეგ ამბავი. სად არის? მოიცა ამას არ აქვს არანაირ ლეგიტიმურობა, საერთოდ არც ქონდა რა თქმა უნდა. მაგრამ არ აქვს თავისიანებში ლაპარაკი. ეგ ამბავი გაირკვა. რა გინდა გამოარკვიო. რას ქვია ჯერ მაინტერესებს გაირკვა თუ არა, თო? აბა ტყუილა შენ გააქვს iPhone-ი მიღებული საჭუქ რა. არა, სხვა შორის Android-ის კაცი ვარ და მაქვს მიღებული. შეიძლება აღიარო რა. გააქვს მიღებული. კი. ამას ალბათ სხვა მიზეზი. სხვა დამსახურების. რო ამ ტუტეს მთელი სამყარო და რო იძახდე გატაცებულია. ქმარი. ბიჭო შენი ქმარი მოიტაცონ მართლა. გაარკვი ეს. და ბრიფინგი გამართო და მე ორ დღეში გაშერდე? ხო, აღარ მიხვდა, ეგრე არ არის. და იმის მე თვითონ აღარ ახსენებენ. ვიკაბუკია ესეც საინტერესო ადამიანია და ინტელექტუალი. ინტელექტუალი ერთ-ერთი. გენერატორი ინტელექტი. და გაიზარდოს იმიტომ რომ უბრალოდ ყველა განაჩენი იქნება ასეთი და თუ ჩვენ ეს არ გვინდა და თუ გვინდა რომ მათაც დავიხსნათ და ის ბიჭები რომლებიც სრულიად უსამართლოდ არიან დაკავებულები აუცილებელია რომ პროტესტმა მოიმატოს იმიტომ რომ ეს ალბათ ერთადერთი ყველაზე მეტად ამის შეშინდა თან ხმარო ვარგა თამარჩერგოლეშვილი გაუშვათ არიყურება ისეთ საშინელებას რაო ლიმონიო ხო ეს ცნობილი გამოთქმა რო არის ის აქ აკრეატებული ლიმონათი ლიმონი ეს აღოლჩერგი
მისაჯონ რაც უნდა, ანუ ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს, რაც არ უნდა ქნან, როგორი ლიმონიც არ უნდა მესროლონ, მე ამისგან ლიმონადს გავაკეთებ და მათ მიუტრიალებ როგორც პრობლემას. და თავად ხელისუფლებას თქვენი აზრით რისი მიღწევა სურს, როცა Facebook პოსტებზე ხალხო ეს რაღაცა ჩვენ წევთ ისე წინააღმდეგობას რომ ამის ექშინია. ეფექტისთვის კეთება ეს რომ ცნობილი ადამიანების დაჟის გამო გამყინავი ეფექტი უნდა, იმიტომ რომ ობიექტურად რთულ მდგომარეობაში არიან. მათ პრობლემა აქვს თავიანთ ლოიალისტებშიც კი. ისინი არიან სოციალურად იზოლირებულები, მათ უწოდებენ მოღალატეებს, მათ უწოდებენ რუსებს, ანუ ადამიანი სოციალური ცხოველია. რუსებს რო უწოდებენ, მე კიდე ერთხელ რუსი ოკუპანტი რო დამიძახონ, გამიტყდება რა. რუსი ხარ, რო გამიტყდეს, ბიჭო, რა არის? ანუ არც გამიტყდება, არც მესია მომენტა. ძალიან ნეიტრალური რამე, იმიტომ რომ კონოტაცია თვითონ საზრის მაგაში არ დევს აპრიორი ნეგატიური. ესენი კი დებენ, მაგრამ ხა ამათ მარაც ამბობენ ჩანდონის და მოღალატეებს რაც შეეხება, მოღალატეებს თქვენ უფრო გეძახიან, დამიჯერეთ, მონებსაც, ნამდვილად თქვენ უფრო გეძახიან. ის თქვენი დაქირავებული რაღაცა 3-4 კაცი თათია რაგვარიარი აფრიამაშვილი. ხო, აფრიამაშვილი და ჭინკები, ხო? ჭინკები, მოდი ესე ზოგადად ჭინკების პატარა ლეგიონი როა, ხო? ეხლა იმათ გადაუხდია 50 სულ მცირე ხანში თქვენ გადაიღებენ, კი. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი, რომელიც მეთმანუქნას და არ გადაიზარდოს სხვა ქვეყნების დაპირისპირებაში, წაიღებს ყურადღებას მთელი მსოფლიოსი. ორი დიდი ომი მძვინვარებს ჩვენს სამეზობლოდ. საქართველოს ხო ხდები საქართველოს წესებში არა ყველა მათგანი დღეს რომ დილით რო იღვიძოს სამადლობას უნდა ეუბნოს ბიძინა ივანიშვილს თავსახად ეს არის ერთადერთი რეალობა და მოცემულობა რაც ქვეყანაში გვიდგას იმიტომ რომ ის რომ ყველა პუნქტით ყველგან იწყება ომი და ჩვენ მიუხედავად იმისა რამდენად დიდი იყო ზეწოლა რომ ერთ-ერთი აღშარებული ყოფილიყავით ომის მაგივრად ეკონომიკურ წინსვლა გვაქვს სანთელი უნდა დაუთმო ბიზნესს ევანიშვილს თითოეულმა სანთელი არ დაუთმო კაც მაგად დამთებული სანთელი რა ვთქვა მადლობა თქვენს არის თქვენ ამან ჩუმათი ხონვა ბიჭო რა არის იცი რაღაცა მოცემულობად მიიღეს თემა რომ მშვიდობა არა ბიჭო მოცემულობა იყო შუაში ესენი იყო ვაჟკაცობენი გედი ფოფხელზე არ არსებულ ჰიპოთეტურ ტყვიას შუბს უშვერს იქ გეგელი შუბლით ეტაკება ის რა ქვია რა ერქვა იმას ლომჯარია იმაშვება რა ქვია ბომბებს ნატრულობს ისეთ სირცხვილიო მე ისეთი ძლიერი ღირსება მაქვს რომ ბომბის ცეცხლი მერჩევნიო სირცხვს რომელიც გამაცდებინაო რა ამერიკაში აუ პატრონებთან მე რა ვიცი ხო არ ეგ რიტორიკა როცა გესმის ახლა მე მართლა ყოველ ახალ იმაზე საომარ კონფლიქტზე რომ ახალი საომარი ექსპერტი იბადება ამ ლიბერალურ ბაბლში და ის რომ გასწავლის რომ აი აქ შესაძლებელი იყო ჩვენი უნარებით და რესურსით და ჩვენი ჯარით და ტექნიკით რომ ჩვენც რაღაც აფხაზეთ დაგუბრუნებინა და ეს გავს სიგიჟეს რო წერენ ბიჭო მაგაზე დიდი ღალატობრივი ქმედება მეორე ძალიან იშვიათი არის რომ მოგაფიქრდეს მეგობრებო აი ეს ბოლოს გაუშვათ კახა ქემოკლიდზე რომელიც არის მე მგონი გახარია ხო გახარიას პაროდისტი ამ ცენტრალიზებული მობილიზების გარეშე ანუ ზოგადად არჩევნები ძალიან რთული იქნება ძალიან რთული ანუ რაც არ უნდა კარგ ფორმაში იყოს საბოლოო ჯამში შესაბამისად ჩვენ ამოცანა არის რომ ჩვენ სუბიექტურად როგორც ერთი კონკრეტული პოლიტიკური გაერთიანება ვიყოთ ფორმაში და დავაკვირდეთ პროცესების განვითარებას. კი ბატონო. განარჩენი გამოჩნდება. ხო, ნუ ასენი ემზადებიან არჩევნებისთვის მეგობრებო გახარია მიიღებს მონაწილეობას. სხვა ჩვენ როდის არის დედლაინი ამათი პარლამენტიდან გაყრის უკვე დგება ხო? მე მგონი ამ თვის ბოლოს. რამდენიმე დღეში ხო? წამი უნდა. ხო და შევა შემდეგი 7 კაცი თუ რამდენი არ მახსოვს. და ის 7-იც არ ივლის ხო რა თქმა უნდა სტომებს და ასე გაგრძელდება სადაც სია არა მოიწურება და ფულს მიიღებენ ჩვეულებრივ. ბიჭო რა მაინტერესებს იცი? არჩევნების შედეგების მიხედვით იღებენ მაყურს. და ეს ხო აი პროსტა წარმოიდგინე იმდენს იღებენ რამდენი ხმაც აიღეს. რახან ამ ფულზე თანახმანი არიან. ესე იგი აღიარებული აქვს არჩევნები ხო? არა, ლოგიკა ხო ეგ არის. რა თქმა უნდა. თუ სახელმწიფო დაფინანსება აქვს, თუ არჩევნების და ხმების შესაბამისი მაყუთი აქვს. რა თუნდა ამას ლაპარაკი რა? რასაკურველი? ჰა? მე რასაკურველი? არა, ხანდახან აი რა მაოცებსი ჩვენი ხმოპოზიციის ფსკერის გახვრეტის უნარი რა. ანუ კარგი წყალქვეშა გამოვიდო და მაგარგან, იმიტომ რომ წნევას მაგრა უძლებენ. დაბლა და დაბლა ჩადიან რა. საერთოდ გაუცება ჩემში აღარ არის ჩვენი ოპოზიციური. კარგი და ვაშაძეთ დავასრულოთ. ვაშკა.
მოდი ღია თქვათ რა უნდა ხალხს რა. ხალხს უნდა რომ საზოგადოებას უნდა რომ ჩვენ ყველა პოლიტიკური პარტია, არაპოლიტიკური პარტია, საზოგადოება ვერა ერთად დავსხდეთ და ვთქვათ რომ აი მოდი ახლა ყველა ერთად ვართ და სანამ ამ უბედურებას არ მოვიშორებთ ჩვენ აი არჩევნები იქნება არჩევნების გზით ნებისმიერი სხვა გზა რაც არ უნდა იყოს ყველა ბრძოლაში ერთად ვართ და აღარ არსებობს ჩვენ შორის განმასხვავებელი მე პირადად გონია რომ აი ეს არის ახლა შემდეგი ნაბიჯი რაც უნდა ვთქვათ გადავდგათ რა რომ არა უბრალოდ კოორდინაცია არა უბრალოდ ის რომ მე ეს პარტია ვარ და მე განსხვავებული პოზიცია მაქვს არა ამოცან არის რომ შალვას ფანჩატური რომელ წელს იყო გახსოვთ 2018-ში არა გაცნობ 19-ში ორჯერ იყო ეგ 20-ში ხო იქიდან მოყოლებული მესმის უნდა გავერთიანდეთ უნდა ერთად ვიყოთ ერთად ჯო ვერ ერთიანდებით ბიჭო აი როგორ გითხრათ აი არ გამოგდით არ შეიძლება იმდენად ელემენტარული ნაწილაკები ხართ რომ მას არა გაქვთ რომ მიიზიდოთ რა არ გამოგდით მოუკლავით დათვის ტყავით ამდენჯერ უნდა გააყოთ ხო და ხალხიც ბაბშე ფეხებზე კიდე ხალხს უნდა რომ თქვენს მაგრად იყოს სხვა ოპოზიციურად განწყობილ მოსახლეობას უნდა რომ თქვენს მაგრად იყოს სხვა და არ აძლევთ ამის საშუალებას მაგრამ არა უშავს როცა თქვენ საბოლოოდ მარგინალიზდებით და პარტიაც აიგრძალება ნაცპარტიები მაშინ ყველაფერი კარგად იქნება დიდი მადლობა მეგობრებო რომ გიყურეთ ჩვენ ერთმანეთს ხვალში ხვალამდე ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. მოწევა ზიანს აყენებს მუცლად მყოფ ბავშვს. მოწევა მავნებელია